თაზოს მივესალმები, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. კიდევ ერთხელ მაყურებლისთვის რომ განმარტოთ, რაში მდგომარეობს თქვენი ინიციატივა, ეს ეხება თუ არა რომ უფრო მეტ, ეს ვთქვათ, გადასახდელი იყოს უფრო დიდი რაოდენობის თანხაზე და არა 300 ლარზე, როგორც არის ეს ლიმიტი ახლა. მოგესალმებით ქაუტონდიანე, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. კი, სწორად ბრძანეთ, ჩვენი შემოთავაზების და ინიციატივის მიზანი არის, რომ ის არარაციონალური დღეის მდგომარეობით გადასახადი ზღვარი გამბაჟების, რომელიც დაწესებული არის საფოსტო გზავნილებზე, ძირითადად საფოსტო გზავნილები მოდის ონლაინ გაყიდვებზე, 300 ლარიანი ზღვარი, რომლის ზემოთაც იბეგრება ნებისმიერი თქვენი ონლაინ შესყიდვა, აწეული იქნა 900 ლარზე მარტივი მიზეზის გამო. პირველი, ეს ზღვარი დაწესებულია 2009 წელს, 2009 წლიდან დღევანდელ დღემდე ლარზე მეტით გაიზარდა დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსი და ძირითადად უცხო ვალუტაში მიდის ხოლმე ვაჭრობა ონლაინ და მეორე ამბავია, რომ 2009 წელთან შედარებით მოხდა ნამდვილი რევოლუცია ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს მოიხმარს ისეთ საიტებს, როგორც არის მაგალითად Temu, Alibaba, Amazon და ასე შემდეგ და იქიდან იწერს პროდუქციას და ჩვენი ასობით 1000 მოქალაქე არის უბრალოდ შეწუხებული იმ ერთის ბიუროკრატიით და მეორე უაზრო გადასახადით, რომელსაც იხდიან 300 ლარიან ზღვარზე. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ზღვარი დღეს მდგომარეობაში ადეკვატური იქნება 900 ლარზე რო იქნას აწეული და 900 ლარის ზემოთ ნებისმიერი შენაძენი უკვე რა თქმა უნდა დაიბეგროს და დაიკისროს ეს. საუბრობთ დღეს რომ ეს რაღაც 14 მილიონს დააკარგინებს ბიუჯეტს, არა? კი ბატონო, ჩვენ დავთვალეთ, ჩვენმა მკვლევარებმა აქ დავთვალეს 300-დან 900 ლარამდე ზღვარში, აი 32 კილოზე ნაკლები, ანუ რეალურად რატვირთებიც არის ხოლმე უმრავლესობა, 14 მილიონი ლარს დააკარგინებს მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტს და საქართველოს ბიუჯეტისთვის 14 მილიონი ლარი არაფერი არ არის, მის კომპენსირება შეიძლება არ ვიცი მე-13-დით ან მე-4-დით ნებისმიერი ერთ-ერთი სამინისტროს საავტომობილო შესყიდვის, რომ რა ვიცი, 1-5 წლით გადაავადონ საავტომობილო ახალი ავტომობილები შესყიდვა და ბოლო მოდელის მანქანებით არიანო, სამაგეროდ საქართველოს 100,000-ობით მოქალაქე ნახავს ამით ჩვებას და ეს არ არის უბრალოდ რაღაცა კომფორტი ქაუტონდიანა, უამრავი, აქვეც ვიტყვი 100,000-ობით საქართველოს მოქალაქისთვის, ეს არის შემოსავლის წყარო, ბევრი ადამიანი ამ ონლაინ შესყიდვით ყიდულობს პროდუქციას, მაგალითად Temu-ზე, ჩინურ საიტზე, რომელზეც კაპიკებში ყიდულობს რაღაცა პროდუქტს და შემდეგ ადგილზე ყიდის და მცირე და საშუალო ბიზნესი არის ის, რაც ეკონომიკას ამუშავებს და მცირე და საშუალო ბიზნესი არის ის, რაც საქართველოს ოჯახებს კვებავს და ყოველდღიურ სარგებელი მოაქვს მათთვის. ამიტომ ხელი შეუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესს და ხელი შეუწყობთ ჩვენი თანამოქალაქეებს, რომელიც ცდილობს, რომ ფასებთან ამ ფორმით იბრძოლოთ, იმიტომ რომ აქ ხო იგივე ამბავთან მივდივართ. იგივე პროდუქცია, მაგალითად, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები ყიდულობენ ჩინურ საიტებზე მაგალითად 300 და 400%-იანი ფასნამატით იყიდება ზუსტად იგივე პროდუქტი მაგალითად საქართველოში და ამას ხო კარგი ცხოვრებისგან არ აკეთებენ ჩვენი თანამოქალაქეები, აკეთებენ იმიტომ რომ იმ გიჟური ფასების კრიზისის გამო, რომელიც ამ ქვეყანაში კობახიძის გამო და ივანიშვილის ბანდიტური რეჟიმის გამო არის და გაძვირებულია ყველაფერი კატასტროფულად და აგერ გუშინ იყო საქმეთა მონაცემები და კიდევ ყველაფერი გაძვირდა ამას ებრძოლონ და რაღაცა შეღავათიან ფასად არჩინონ საკუთარი ოჯახი და იარსებონ. ამისთვის არის, ამიტომ ვითხოვთ რომ ეს ზღვარი გაიზარდოს. ძლიერ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ასეთ ძალიან ბევრ მცირე ცვლილებას მოახდენს და ამ ცვლილებასაც ყისერად განახორციელებს, მაგრამ აი ამ სერიულ მატყუარებსაც ვაძლევთ საშუალებას, რომ მათ გამოასწორონ თავის ეს უკვე ნახევარწლიანი ტყუილი ფასებთან ბრძოლის და მინიმუმ ეს მაინც გაუკეთონ საქართველოს მოქალაქეებს, საწვავზე აქციზის განახევრება თუ არ უნდათ და დღეგეს გადასახადის შემცირებას ასუსტებთ მინიმუმ ეს გაუკეთოს. ამ ხრივ თაზო თქვენ ეს თქვა თქვენი ინიციატივა ეფუძნება თუ არა ასევე კომუნიკაციას ადამიანებთან, რომლებიც ამ თემაზე ჩივიან და აქვთ რაღაც პრობლემები და ამბობენ რომ კაი კარგი იქნებოდა რაღაც ამ ხრივ განწყობა როგორია, იმიტომ მართლა ძალიან ბევრი იყენებს ამ საიტებს, ჩემი ირგვლივ არის ეს თქვა გამოწერის ბუმი და არა დარწმუნებული ვარ ბევრი ყველგან ეს არის რაღაც ერთგვარი
მოხმარებითი რევოლუცია ხო განსაკუთრებით კოვიდის ამბების მერე საქართველოში ის რაც გვეგონა რომ დიდი ხანი არ შემოვიდოდა მართლა შეიძლება იყო ამის რეალური პროგნოზი რომ დიდი ხანი თქვა ჩვეულებრივი საცალო გაყიდვა არ გადავიდოდა ონლაინ ეს მოხდა ესე გადავიდა ამას დაიხმარა რა თქმა უნდა ზოგადად სოფლიოში კომუნიკაციების და ეკონომიკური დიდი ცვლილებები და ისეთი საიტები რომელიც რაღაცა ძალიან იაფად ყიდი ამ პროდუქტებს საქართველოს ჩამოგდ როგორც არის Alibaba, Temu და სხვები ძირითადად ეს ჩინური პლატფორმები ამან გამოიწვია ეს ყველაფერი რომ ბევრი ხალხი იქით გადაინაცვლა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ იმიტომ რომ ძალიან დიდ შეღავაც ნახულობს ძალიან ბევრ პროდუქციას და რა თქმა უნდა ეს არის გამოძახილი იმ ჩვენი ბევრი ჩემიც და თქვენიც გარშემო ძალიან ბევრი ადამიანის და ჩვენიც დარწმუნებული ვარ პირადად მაგრამ ყველაზე მეტად იმ ადამიანების რომელსაც აი ამ თვეების მანძილზე როდესაც ჩვენ დავდივართ საქართველოში თბილისშიც რეგიონებში სხვაგან ხშირად ვისმენთ გარემოვაჭრეები იქნებიან ეს ბაზრობებს სხვაგან ბევრი ადამიანი ვინც პირდაპირ ვამბობ ლუკმა პულშეულობს და თავს ირჩენს მათთვის ეს არის კატასტროფა მათთვის ეს არის ძალიან მძიმე 300 ლარი არაფერი აღარ არის დღეს სამწუხაროდ 300 ლარი არაფერი არ არის მაშინ როდესაც ეს ზღვარი მიიღეს ახლა რაღაცა ის არ მინდა გამომიც აპოლოგია უბრალოდ ფაქტების ასახავს ეს ჩემი ფრაზა მაშინ 2009 წელს გაცვლით კურსი $1-დან იყო 1 ლარი და 62 თეთრი დღეს არის 2 ლარი და 62 თეთრი და ხო არის არა ძალიან დიდი სხვაობა ამაში და მათ შორის იმაშიც რომ ხო მაშინ როდესაც 2009-ში ეს მიიღეს ალბათ 1-2% იქნებოდა საერთო მოხმარების ონლაინ გაყიდვებზე მოსული და დღეს არის რა ვიცი ნახევარზე მეტი და თან ჩვენ ხედავთ რომ ყოველთვიურად დახლებზე და მაღაზიებში ფასები ამ პროდუქტებზე მატულობს მე არ მინდა ის ხალხი დავაკნინოს დიდი მსხვილი მწარმოებლები მაგალითად და მსხვილი რიტეილ ქსელები რომლებიც ყიდიან იმიტომ რომ მათაც ხო პრობლემა აქვს ამ ეკონომიკური ვითარების გამოს როდესაც ინფლაცია კატასტროფულია როდესაც ყველაფრის ფასი იზრდება როდესაც წარსულსათო პროდუქტის ფასი იზრდება მუშახელის ფასიც იზრდება არენდის ფასიც იზრდება კომუნალური გადასახადების ფასიც იზრდება შეგახსენებთ რომ 30% გაიზარდა დენის გადასახადი გაიზარდა გაზის გადასახადი და იმ ადამიანებს რომლებიც იმ ბიზნესებს რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და მაღაზია უნდა ქონდეს გამყიდველი ყავდეს იმისთვისაც გაძურდა ყველაფერი შესაბამისად ის აი ამ თავის ფასნამატში პოულობს გამოსავალს მაგრამ ონლაინ გაყიდვები არის რეალობა ონლაინ გაყიდვებზე ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქეები განსხვავებით ამიტომ მარტივი ამბავია გაზარდონ ზღვარი 300-დან 900 ლარამდე 14 მილიონიანი ზარალი საქართველოს ბიუჯეტს აი რა ვიცი პირდაპირ გეუბნებით მე რომ მათ ადგილას ვიყო ზუსტად 3 საათიან შეხვედრაზე დავადგენდით არც იქნებოდა ალბათ საჭირო 3 საათი 2 საათში ამ ეკონომიას ვიპოვიდით და საქართველოს მოქალაქეებს სამაგეროდ უდიდეს ტვირთს მოხსნიდით მხრებიდან იმიტომ რომ ბიუჯეტისთვის 14 მილიონი არაფერია მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 14 მილიონი ძალიან დიდი ფულია კი ბატონო, მინდა კიდევ ერთ თემას შევეხო თაზო, ეს ეხება სტუდია მონიტორის ფილმს კოლცენტრების თემაზე. გაეცანით თუ არა ამ ფილმს და რა დასკვნა შეიძლება გამოიტანოთ, რა დავინახეთ, რა აჩვენა ამ ფილმმა, სადაც საუბარია კოლცენტრების საქმიანობაზე, იმაზე რომ მაგალითად ჩარშან გამოვლენილი და დაყადაღებული თაღლითური კოლცენტრების თანამშრომლები, ხელმძღვანელებიც და ესე ვთქვათ უშუალო ოპერატორებიც სტუდია მონიტორმა ისევ ერთად აღმოაჩინა ერთ შენობაში თვეების განმავლობაში იყრიდნენ თავს, რაც მიანიშნებს რომ ეს საქმიანობა გრძელდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიდი ალბათობით. შემაძრწუნებელია, აი პირველი რეაქცია რაც შემიძლია, ეს არის შემაძრწუნებელი მართლა, ეს თუნთქვის შემკვრელი ამბავი და მოვლენა არის, როდესაც უყურებთ რომ ის სახელმწიფო, რომელსაც 35 წელია, რა ვიცი, უამრავი ომს რუსეთს გადაურჩით, რუსეთის მიერ რამოდენიმეჯერ დაპყრობას, განადგურებას გადაურჩით, გენოციდს გადაურჩით რუსეთის მხრიდან, 1000 პერიპეტიაში გამოიარა ამ ქვეყანამ და აი ესე თვალსა და ხელშუა ეს ქვეყანა ერთის მხრივ იქცევა შეუმდგარ სახელმწიფოდ და შეუმდგარ სახელმწიფოს პირველი სიმპტომი არის ის, რომ შემდგარ სახელმწიფოებში სისტემური კრიმინალური აი ესეთი სინდიკატები შეეზრდებიან სახელმწიფო სისტემას და ჩვენ ამას ვხედავთ ქალბატონო დიანა შეხედეთ ლაპარაკი აი ამ ფილმიდან მომსვლა აი მართლა შემაძრწუნებელი რიცხვები არის 6000-ზე მეტი ადამიანი ესა ტრანსნაციონალური დანაშაული მთელი ევროპის მათ შორის რუსეთის ბაზარზე წხდება ეს მინდა გითხრათ რუსულენოვანი ჯგუფები წყავთ მთელი აი ნახევარ სამყაროში 6000-ზე მეტი ადამიანი დააზარალეს და ამ 6000-ზე მეტ ადამიანს მოპარეს
36 მილიონი დოლარი დაახლოებით. 36 მილიონი დოლარი. ქურდობის მასშტაბი, აი ერთი წამით მინდა რომ წარმოიდგინოთ ქალბატონო დიანა ჩვენმა მაყურებლებმა. კრიმინალის ქურდობის არ ვიცი, აი ძალიან ბევრი რამის სინთეზია. აი პირდაპირ გააუბედურეს, ეს არის სოციალური მკვლელობა. ადამიანები სოციალურად მოკლეს, დაასამარეს 6000 ადამიანი, მათი ჯიბიდან მოიპარეს 36 მილიონი დოლარი და ეს ადამიანები ერთი წლის წინ გამომჟღავნებულია, ისინი დააყადაღეს ქონება სისხლისამართლის საქმეები აღზრდეს. ამის შემდეგ ამ კონცენტრების ამბავს ახლა მე პირდაპირ ბმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, არ ვიცი, არსებობს თუ არა ეს გამოძიების დასადგენია, მაგრამ ასეთი ტიპის კოლცენტრების ფარველობის გამო ციხეში დღეს ზდის საპყრობილეში ზის საქართველოს სუსის უფროსი ბატონი ილუაშვილი, აი ამის ფარველობის გამო და დღეს ეს ხალხი ისევ ჩვეულებრივად ოპერირებს. თქვენი კოლეგა ვახოსანე დღეს გამოვიდა 14 დღიანი პატიმრობიდან, იმიტომ რომ შეურაცხყოფად ჩათვალა ვიღაცამ Facebook-ზე მისი დაწერილი სტატუსები რამ ორმა დეპუტატმა და ამის გამო 14 დღე ციხეში ისდა. ქალბატონი ელენე ხოშტარია ჩემი კოლეგა ეხლა ციხეში ზის იმის გამო რომ ისა რა ქვია ბანერზე წარწერა გააკეთა. ქალბატონი ზია ამაღლობელი აგრეთვე თქვენი კოლეგა ეხლა ციხეში ზის იმიტომ რომ შეურაცხყოფის და შეფურთხების შემდეგ სილა გაარტყა პოლიციელს. ანუ დანაშაულის და ეს ხალხი თან ციხეში ზის და წინასწარ გამოძიების პროცესში და სასამართლოების სვლელობის პროცესში წინასწარ პატიმრობაში იყვნენ. დილეგში იყვნენ ჩაგდებული თითქოს ტერორისტები და ბანდიტები იყვნენ და აი ეს მართლა ნამდვილი ბანდიტები. არ მოვერიდები ამ ტერმინს, კაცი ჭამიები. ამხელა დანაშაულში არიან მხილებული ხალხო 60000 ადამიანის გაუბედურებაში და 36 მილიონი დოლარის მოპარვაში და თითქოს არაფერი არ შეცვლილა მათთვის. იგივე მანქანებით დადიან მეგობრებო, რომელიც დაყადაღებული აქვს წესით და ისევ იგივე საქმიანობას აგრძელებენ. და კითხვა ისმის, ლილუაშვილი რომ ფარველობდა აი ესეთ არარაობებს, აი ესეთ მონსტრებს. ეხა ვინ ფარველობს? ანუ არ გამკრალა ხო არსად? ამას ვამბობთ ამდენი ხანია ლილუაშვილის დაჭერის მერე რომ ერთი კაცი გვანახეთ მასთან ერთად, ვისაც მფარველობდა, კაცო მფარველი ხო დაიჭირე და ვის მფარველობდა, ვის კრიმინალს მფარველობდა, ერთი კაცი გვანახეთ. და ვერ გვანახებენ თურმე, იმიტომ რომ დადიან იმით, რა ქვია, ბოლო მოდელის მანქანებით დაკრიან ქალაქში, ცხოვრობენ ჩვეულებრივად, თავის ანგარიშები დაყადაღებული აქვს, მაგრამ ოჯახის წევრების ანგარიშებით ოპერირებენ და აი ამ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. ამ ეს ნორმა იქცა, ამ საზოგადოებაში ნორმად იქცა, რომ ახალგაზრდა პატარა ბავშვები 18-17 წლის გოგონები და ბიჭები, რომლებიც ნიჭიერები არიან თან, იმიტომ რომ კარგად ფლობენ უცხო ენებს, კარგად ლაპარაკობენ, კარგი გამყიდველები არიან, ხო? სეილსმენები ეგრეთ წოდებული, მათ ცხოვრებასაც ანგრევს აი ეს სისტემა. ანუ ჩვენ გადავიქეცით, აი ასეთ ქვეყანა იყო რამოდენიმე წლის წინ ალბანეთი. ალბანეთი იყო ასეთ ქვეყანა, რომელიც დაკავშირებული იყო ტრაფიკინგთან, ნარკოდანაშაულთან და თაღლითურ კოლცენტრებთან. საქართველოს იქცა ამ ქვეყანად. საქართველოს ცოტა ხანში არავის აღარ ემახსოვრება, რომ არის ვეფხისტყაოსნის სამშობლო, რომ არის უდიდესი კულტურის სამშობლო. საქართველოსზე საერთაშორისო ყველგან ოღონდ. ამას ის არა აქვს გეოპოლიტიკური გემოვნება. აბსოლუტურად ყველგან იქნება თაღლითების ქვეყანა. თაღლითების ქვეყნის იარლიყი მოგვეკერა. ეს არის ჯოჯოხეთი უბრალოდ, რომელიც აი წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამას უყურო მშვიდად. როგორ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი წილოსანი და მთელ ამ ამბავში შენი მტერი იყო სტუდია მონიტორი, ვინც ამას ამხელს. მტერი აი ეს ხალხი კი არ იყვნენ 6000 ადამიანის გამუბედურებლები, უბოროტესი არსებები, რომლებიც ამხელა კრიმინალს ჩადიან, არამედ შენი მტერი იყოს სტუდია მონიტორი, რომელიც ამას ამხელს. აი ამ ლოგიკის ქვეყანაში ვცხოვრობთ, ქალბატონი დიანა და რატო ვერ ხდება? ხო შეიძლება ლაპარაკი, რომ აი ავტოკრატია მყარდება, ოღონდ ვერ ასტაბილურებს ვითარებას, იმიტომ რომ არ მიიღებს მე ამის მჯერა, მე ძალიან კარგი წარმოდგენის ვარ ჩვენ საზოგადოებაზე, ჩვენ ქვეყანაზე. არ იღებს შეუძლებელია, ეს არის რაღაცა ანტისხეულები მოქმედებს ამ საზოგადოებაში, რომ აი ამის მიღება არ უნდა ბოლომდე, არ უნდა ამის მიღება ნორმად. იმიტომ რომ ეს თუ მივიღეთ ნორმად, რომ იუმორისტის უდიდესი იუმორისტი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელით იუმორისტები შეიძლება გალახონ, ამას თუ ნორმად მივიღებთ. ნორმად თუ მივიღებთ, რომ 6000 ადამიანის ცხოვრების დამანგრეველი რაღაცა კოლცენტრი, ეს ხო ერთი არის, ასეთები არის ათობით და ასობით და ათასობით ასეთი
ესეთი კოლ-ცენტრი ოპერირებს, რომ მილიონობით ადამიანის გამომუბედურებლები არიან, ისინი ვინც კარგად მშვიდად ფუფუნებაში უნდა იცხოვრონ და ჩვეულებრივი პატიოსანი ამ ქვეყნის მოქალაქეების სამსახურიდან უნდა გამოყარონ Facebook პოსტების და პოლიტიკური გემოვნების გამო, თუ ამას ნორმად მიიღებს ეს საზოგადოება, მაშინ დამთავრებულია საქართველო და შეუძლებელია ეს ნორმად მიიღო. შეუძლებელია, ეს შეიძლება ნორმად მიიღოს ისეთი მახინჯი აზროვნების ადამიანები, რა ვიცი როგორც ქალბატონი წილოსანი, ვიღაც ზარქუები და სხვები. იმიტომ რომ ისინი ყველანი ამაზე ხელს ითმობენ. ეს არის ჯოჯოხეთური სისტემა, რომელიც ბოლოს ივანიშვილთან მიდის ქალბატონი დიანა. შეუძლებელია, რომ ხელისუფლების უმაღლესი შტო არ მფარველობდეს იმას, რომ ხალხი, რომელსაც ქონება აქვს დაყადაღებული და რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, ისინი ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ დილის 9-დან 6-მდე სამსახურში დადიოდნენ ისევ ადამიანების გაუბედურების მიზნით. ესე იგი ამაზე ხელს ითმობს ყველა.